ხოდა ეს მინდა გავიგო თქვენ რამდენი ბატონო გიგი უბულავას და იმ პერიოდში მოხდა 2009 წლიდან თვითონ მოიყალეს ამზომეთი ნახაზები ყველაფერი თვითონვე გააკეთეს. და მე გვინდა გქონდეთ თქვენი საკუთარი კუთხე, რომელსაც მე წვალებით რაღაცას შეარემონტებ, გააკეთებ. სევნილებიდან სააკაშვილის გარემონტი კორპუსი დარეგისტრაცია დააკანონა მერია მოდეცაჩი. მინიმუმ თავარი ის არის პრობლემების ფონზე რაც მოესწრო დაუკანონდა ამის ახლა აქტუალიზაციას მოვხდით საჯარო სივრცეში, რაც ბათუმს არის მოდის რა. აბდოლოვე თუ დავეცადოთ რამდენად რა გამოვა ზონდიკის დავა ხოლმე სამ როგორ ახლა როგორი ცხოვრობს ვინა ყველაფერი სამისი და გადაიღებს აქ ერთი კვირა კიდე წვიმს. აი ხარამასამ ძინავს, ხან ირმასამ ძინავს. სულ რაიმედებენ რაღაცა იქნება, მაგრამ უკვე აი ეს როგორ თქვენ ხედავთ, არაფერი არ არის, სულ კანალიზაცია არ არის, სინათლე არ არის, გაზი არ არის, რომ ან ზამთარში ან რაღაცა რო ადამიანმა იცხოვროს რა. ამას ცხოვრება არ ქვია ფაქტიურად რა. სტუდენტი ეროვნული სობარიფ რაღაცა მინდა რომ ვიმეცადნო რაღაცა, მაგრამ შუქი არ არის და არაფერი და ვერ შევძლებ რომ ვიმეცადნო. ჩვენ ვეცდებით მაგას ვაკეთებთ რომ ვაიძულოთ ისინი. მორიგი ნათელი მაგალითი თუ რაოდენ უპასუხისმგებლო არის დედაქალაქის ხელმძღვანელობა არჩევნების შემდეგ ასობით ოჯახი მიივიწყდეს, თითქოს ესენი აღარ არსებობენ მათთვის, არადა კონკრეტული მოთხოვნა აქვს მათ. 30-მდე ოჯახია, რომელიც ელოდება დაკანონებას საკუთარი საცხოვრებელი ფარდის, სადაც ცხოვრობენ უკვე წლების განმავლობაში. 2010 წელს თქვენ ხედავთ მოხერხდა 50 ოჯახისთვის დაკანონება ფართისა. პროცესი იყო განგრძობადი, 70 დამატებით ოჯახს დაუკანონდა ფართი 2011 წელს დაახლოებით და ჩვენ დღეს ნაცვლად იმისა, რომ ეს პროცესი ამოგვეწურა, მივიღეთ შედეგად რა, რომ არავინ დედაქალაქის მთავრობიდან არ მოდის, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის თვითმმართველობის ბალანსი არის ფართი და ნება არის უბრალოდ პოლიტიკური საჭირო ბატონი ნარმანიას მხრიდან და დედაქალაქის მთავრობის მხრიდან, არავინ არ ესაუბრება. მინიმუმ თავარი ის არის ამის ახლა აქტუალიზაციას მოვხდით საჯარო სივრცეში, რაც ბათუმს არის პრობლემების ფონზე რაც მოესწრო დაუკანონდა